აღმოჩნდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა რუსთავში წამქეზებლის როლში. მაშინ როცა სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, ნაციონალები გააქტიურდნენ და რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილება შეაცვლებინეს. ამ გადაწყვეტილებით 150-მდე მძღოლის პრობლემა გვარდებოდა. თუმცა როგორც ჩანს, არჩევნების წინ მოვლენათა ასეთი განვითარება ოპოზიციურ პარტიას არ აწყობდა. დღეს რუსთავში ორი აქცია გაიმართა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ცოტა ხნის წინ პრემიერი მკაცრად ესაუბრა, ისე მზადაა მძღოლების ინტერესები გაითვალისწინოს. ორი აქცია განსხვავებული მოთხოვნებით რუსთავის მერიის წინდილიდან დაიწყო. რუსთავი თბილისის სამარშრუტო ხაზების მძღოლების ნაწილი ტენდერის გაუქმებას მოითხოვდა. ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატები და მათი მხარდამჭერები კი საკრებულოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამ დოკუმენტით გაუქმდა ამავე საკრებულოს მიერ 21 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ინტერტრანსისთვის ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის ვალდებულების 2 წლით გადავადებას გულისხმობდა. ქართული ოცნების აქციას პროფკავშირების თავმჯდომარეც შეუერთდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქალაქი დაწყნარდეს. დაწყნარებული სიტუაცია რატომ აირია? რატომ აურიეს ისევ დაწყნარებული სიტუაცია და რატომ გადაწყვიტეს ამ მძღოლების საქმე ასე? აი ამას ვითხოვთ ჩვენ. რატომ? ვინ აურია და ვინ გადაწყვეტა? ნაციონალურმა მოძრაობამ. თუ ამას გააგრძელებენ ასე უსამართლობას, ჩვენ ვამბობთ ფარდომასებენ აქციებს. დაირღვა პირობები, დამთავრდა ტენდერის პირობები არ შესრულდა, ვთხოვთ წავიდნენ აქედან ქალაქიდან. ჩვენი სამუშაო ადგილები დაგვიტოვონ ჩვენ რუსთაველებს. კომპანია ინტერტრანსმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მძღოლების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მზად არიან გადაიხადონ ჯარიმა და არ შეასრულონ ტენდერით გათვალისწინებული პირობები. კომპანიამ შეიტანა მერიაში განცხადება, რომელი განცხადებითაც გაანგებ, ანუ მიზანმიმართულად ვამბობთ, რომ ვერ შევასრულეთ საკონკურსო პირობები. ეს გაკეთა იმის გამო, რომ მიეცეთ საშუალება იმ მძღოლებს, ვინც დღეს მუშაობენ და არ მიეცათ საშუალება აქამდე რომ ემუშავათ, მოქცეული იყო კანონის შარჩოში. ამ ჩვენი გადაწყვეტილებით კომპანია დაჯარიმდება, რომელიც ჯარიმასაც გადაიხდის. სამწუხაროდ 22 მაისს საკრებულოს მიერ, რომლის უმრავლესობაში არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათ ხელმძღვანელობს ბატონი კახა გურგენიძე, მიიღეს არაადეკვატური გადაწყვეტილება, გააუქმეს თავისივე მიერ მიღებული დადგენილება, რითაც საფრთხე შეუქმნეს აღნიშნულ მძღოლებს. კონკურსის გაუქმება ცალსახად ვერ მოხდება, თუ რა თქმა უნდა სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილება. მოგვიანებით ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ოცნების რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატების განცხადებით, საკრებულოს ნაციონალი წევრების გადაწყვეტილების შეცვლა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა აიძულა. ძალდატანებით შეაცვლევინეს 21-ის გადაწყვეტილება საკრებულოში. ძალა დაატანეს, გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, როგორი საშინელი სიტყვებით ლანძღავდნენ ამ გადაწყვეტილების მიმზიდვით. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, გადაწყვეტილება მართლაც შეაცვლევინა. კანონოდ შექმნილი და შეთხსული დადგენილება საკრებულოს გაებათილებინ. თუ მეკითხებით, რომ მივიღეთ თუ არა ამაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთი პარტია. მომხდარზე განცხადება ქვემო ქართლის გუბერნატორმაც გააკეთა და პროცესებს პოლიტიკურად მართული უწოდა. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ვაწარმოებთ მძღოლებთან, რომლებთანაც მივახციეთ შეთანხმებას. ეს უკვე უნდა გადაგვეტანა ფურცელზე, რაც ფაქტიურად რუსთავის საკრებულომ უგულებელყო. აქციების პარალელურად რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ქართულმა ოცნებამ მას საკრებულოს 21 მაისის გადაწყვეტილების დედნის დახევის გამოუჩივლა. მაია დოლიძე ბრალდებას უარყოფს. ძალიან ცუდია ის, რომ ოცნების მერობის კანდიდატი ასეთი ბინძური და უღირსი მეთოდებით იბრძვის. ისეთი გაჭირვება აქვს უკვე ალბათ რა, ესე ვფიქრობთ ჩვენ. პრემიერმა 2 კვირის წინ რუსთავის მერს და შიდა ქართლის გუბერნატორს დაავალა ინტერტრანსსა და მძღოლებს შორის არსებული გაურკვევლობა უმოკლეს ვადაში მოეგვარებინათ. თუმცა როგორც ჩანს, მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 26 მაისს კომპანია ინტერტრანსის, პროფკავშირებისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები რუსთავი თბილისის ხაზების მძღოლებს შეხვდებიან და ახალ გადაწყვეტილებას გააცნობენ. მანამდე კი მძღოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.